რა ხდება, რას აკეთებს ტრამპი? ამერიკის სათავეში მოდის ხელისუფლება, რომელიც იწყებს პუტინის ენით საუბარს. ამერიკის იდეა და რას ეფუძნებოდა იმას, რომ ის იყო თავისუფალი სამყაროს ლიდერი. და თუ ის ამბობს უარს თავისუფალი სამყაროს ლიდერობაზე, მოდი ეს რა დარჩება მისი სიდიდე? ესეც ავხსნათ, როცა ამერიკა იყო იზოლაციონისტური, ის არ ყოფილა მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფო. ხო, ამ რუსულ ნარატივებს, ყველაზე ცუდი რაც არის ტრამპის შემთხვევაში, ტრამპი ხელისუფლება იმეორებს და იმეორებს მერე, ხო? ყველაფერს რაც თქვა პუტინმა. რუსეთი თუ გამარჯვებული დარჩება, ის აუცილებლად დაბრუნდება. ანუ რატო არ გავიმეორებ იმ ოპერაციას, რომელმაც მე წარმატება მომიტანა და რომელშიც მე ზიანი არ მინახავს ფაქტობრივად. ევროკავშირი და დასავლეთი არის წარმატებული ქვეყნების კლუბ. რუსული ეს სამყარო არის წარმატებლობის ფორმულა. პრინციპში ტაჯიკეთის ქვეყანაა და საქართველოც, ანუ იყავი ამ კლუბში. რამდენად აქვს საშუალება ამაზე რომ ვისაუბროთ ევროკავშირს, რომ ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს ამერიკის გარეშე. გერმანიაში საუბარი დაიწყო საკუთარი ბირთვული არსენალის შექმნაზე. პოლონეთში დაიწყო ამაზე საუბარი, სამხედრო გაძლიერება არ არის პროდუქტი, რომელსაც შეხვალ და პურთან ერთად მაღაზიაში იყიდიან, ამაზონიდან გამოიწერ, ხო? ამას სჭირდება წლები. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტკალაკი. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ტრამპის პოლიტიკის შესახებ, რადგან ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგენილი მსოფლიო წესრიგი ფაქტობრივად მოარყიოს და შეცვალოს. ამას შედეგად შეიძლება მოიტანოს ის, რომ ამერიკის როლი როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერის გაქრეს. შესაბამისად, ამან მოახდინოს საბედისწერო გავლენა შეიძლება ისეთ ქვეყნებზე, როგორც ვართ ჩვენ, საქართველო, როგორც არის უკრაინა და ასე შემდეგ. ანუ იმ ქვეყნებზე, ვინც ცდილობთ რუსეთის გავლენას, რუსეთის იმპერიას თავი დავაღწიოთ. და ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი მოკავშირე იყო სწორედ ამერიკა და დასავლეთი. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? რა ისტორიული წინაპირობები აქვს ამერიკის იზოლაციონის? რამდენად შეიძლება მართლაც შეიცვალოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგენილი წესრიგი და რამდენად შეიძლება თავისუფალი სამყაროს ლიდერის როლი აიღოს უკვე ევროპა? ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება ისტორიკოსი ბექა კობახიძე. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ანუ ბუნებრივია ვსაუბრობთ ტრამპის პოლიტიკაზე ძირითადად, იმიტომ რომ ტრამპა ფაქტობრივად გადაწყვიტა, რომ მსოფლიო წესრიგი ამოაყირაოს და ეს ბუნებრივია გვეხება ჩვენს. პირველ რიგში უკრაინას და მერე რა თქმა უნდა ჩვენს. და დავიწყოთ შენი შეხედულებით, რა ხდება, რას აკეთებს ტრამპი? როგორ გონია? ხო, ეს არის ძალიან საშიში პროცესი არის, განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოებისთვის, ჩვენთვის, მათ შორის. იმიტომ რომ ეს არის გარკვეულწილად იმპერიების ეპოქაში დაბრუნება და ახლა მე როგორც ისტორიკოსი უნდა წავიდე უკან და ხო, ეგ საინტერესოა ისტორიული პარალელი, საიდან წამოვიდა, როგორც ეს მსოფლიო წესრიგი როგორ დაალაგდა და ეხლა რა ხდება? ხო, 1918 წლამდე ანუ პირველი მსოფლიო ომის დასასრულამდე ჩვენ გვქონდა იმპერიული მსოფლიო წესრიგი. სადაც პატარა სახელმწიფოებს ფაქტობრივად არსებობის უფლება არ ჰქონდათ. ანუ დიდის მიერ პატარის დაპყრობა იყო ნორმა. ამას ქვია რეალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში. იყო დიდი იმპერია. 200 სახელმწიფო გვაქვს დღეს დაახლოებით და მაშინ იყო დაახლოებით 40 სახელმწიფო. ევროპის ტერიტორიაზე ფაქტობრივად სულ იმპერიები იყვნენ. იმიტომ რომ დაიპყრობდი, არ არსებობდა არც საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლები, არც მექანიზმი, არაფერი, რაც ამას შეაჩერებდა, ხო? დღესაც ახლა ეს რეალიზმი არასდროს არ გამქრალა, ხო? ძალის პრიმატი ყოველთვის იყო, მაგრამ იყო სამართლებრივი ნორმა, თუ დიდი რაღაცა პატარა სახელმწიფოებს დაჩაგრავდა, ამას ვიღაც დაგმობდა, ვიღაც ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნიდა, ვიღაც რეზოლუციას მიიღებდა და ნუ იყო რაღაც გარკვეული შემაკავებლები და 1918 წელს სწორედ ამერიკის პრეზიდენტმა უდრო ვილსონმა წამოაყენა ინიციატივა ერთად თვითგამორკვევის თაობაზე, ეს ვილსონის 14 პუნქტი ერთა ლიგის შექმნას და რა იყო ახლა ეს ერთა ლიგა, რომელიც გაეროს წინამორბედია, რომ ყველა სახელმწიფო შენ ხარ ლუქსემბურგი თუ ხარ ამერიკის შეერთებული შტატები, ორგანიზაციაში გაქვს ერთი ხმა.
ამას ერქვა ლიბერალური ინტერნაციონალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში, სადაც პატარებსაც აქვთ არსებობის უფლება. ეს ლიბერალური ინტერნაციონალიზმი 1920-იან და 30-იან წლებში დამარცხდა თვითონ ერთა ლიგაც როგორც ასეთი ჩამოიშალა, იმიტომ მინდა ამარცხა ესენი, იმიტომ რომ შეიქმნა ტოტალიტარული რეჟიმები, კომუნიზმი, ფაშიზმი, ნაციზმი და ამ ტოტალიტარულმა რეჟიმებმა უგულებელყო ეს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები და ამან მიგვიყვანა მეორე მსოფლიო ომამდე. და მეორე მსოფლიო ომის ბრძოლის შემდეგ 1945 წლიდან დადგინდა ეს საკმაოდ მკაცრად, რომ ასეთი ფორმები საერთაშორისო ურთიერთობებს აღარ ექნება, რომ რაღაცა შევარდები, რომელიღაც სახელმწიფოს დედაქალაქში დაარჩობ შენ დროშას და იტყვი, რომ ეხლა ეს მე მეკუთვნის, ხო? ასეთი რაღაც აღარ იყო და ამ ახალი პარადიგმების, ამ ლიბერალური ინტერნაციონალიზმის პარადიგმების, ასე რომ ვთქვათ, მედროშეც და მცველიც იყო ამერიკის შეერთებული შტატები და უნდა დავინახოთ, რომ მართლაც 1945 წლის შემდეგ, ეხლა ჩვენ შეიძლება რაღაც ბევრ კონფლიქტს ვხედავთ და რაღაც მტკიარ დამშვიდებულა მსოფლიო და ამის მერე დაიწყო პალესტინ-ისრაელის ომები და ჩვენ ბოლოს და ბოლოს 4 ომი გადავიტანეთ ბოლო 35 წელიწადში ჩვენ ქვეყანაში, ხო? ამას კი ანიშნავს, რომ რაღაცა სხვა არმა და მგელმა ერთად ზოვა დაიწყეს, მაგრამ ზოგადად საერთო სტატისტიკურად გაცლებთ ნაკლები კონფლიქტი იყო მსოფლიოში 1945 წლის შემდეგ, ვიდრე მანამდე. აი ახლა რაც ხდება, არის ამის დაბრუნება, ეს გააკეთა პუტინმა 2008 წელს საქართველოში, მე 14 წელს უკრაინაში და 22 წელს ამას უკვე ოფიციალური სახე მისცა. ხო თქვა 2008 წელს და 14 წელს თუ ამბობდა, რომ ეს რაღაც რეგიონული კონფლიქტებია და ლოკალური ამბავია. 22 წელს თქვა, რომ ერთმა საკმაოდ დიდმა სახელმწიფომ, ევროპის ყველაზე დიდმა სახელმწიფომ პრინციპში უკრაინამ არ მინდა რომ იარსებოს. ეს მინდა რომ მთლიანად ჩემი იყოს და ეხლა მე შევარდები და წავიღებ ტერიტორიებს. ამ მთლიანად წავიღებ ამ ტერიტორიებს. ხო. და ამას წინ აღუდგა მთელი დასავლური სამყარო, იმიტომ რომ ყველას ესმოდა რომ ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას. ეს არის საერთაშორისო ნორმების სრული დარღვევა და თუ ეს მოხდა უკრაინაში, მოხდება სხვაგანაც, იმიტომ რომ ხედავთ რომ რაღაცა ანუ ძველი იმის დაბრუნება იმპერიის. პრინციპში პუტინი როცა ლაპარაკობდა ომის წინ, დიდი განცხადება რო გააკეთა, რატო იწყებდა ომს უკრაინაში, იქ ბევრი სენტიმენტი გამოთქვა რუსეთის იმპერიაზე. ხო, გვახსოვს, საბჭოთა კავშირიც კი არა. ანუ საბჭოთა კავშირი არაო, რუსეთის იმპერია არის ის, რაზეც ხო, ესე გამოვიდა რომ მას გული წყდება და შესტკივა. ანუ დაახლოებით რაღაცა იმ ეპოქას აბრუნებს. ხო, ნუ რუსეთს თავისი პრობლემა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთის იმპერიული პროექტი დემოკრატიაში ვერ იარსებობს. ანუ რუსეთი ამ საზღვრებით და ამ ფორმით ან უნდა იყოს როგორც იმპერია, ან ვერ იქნება უბრალოდ ვერ იარსებობს. ხო, ხა რუსეთი, რომლის ეკონომიკაც 15 ჯერ უფრო პატარა არის, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა, დღეს მონაცემებით 17 ჯერ უფრო პატარაც, ამ თავის სუბიექტებს ვერ შესთავაზებს ვერაფერს ისეც დემოკრატიულ გარემოში, რომელშიც მათ მოუნდებათ ნებაყოფლობით დარჩენა. ამიტომ რუსეთმა უნდა გააგრძელოს იმპერიათა არსებობა და იმპერიათა არსებობის პროექტს საფრთხეს უქმნის წარმატებული დასავლური უკრაინის მოდელი. ნუ ამის თაობაზე არის რუსეთსა და უკრაინას შორის ომი, ანუ ძირში რო ჩავიდეთ, ესნაირად არის. ხო და ანუ ამ ყველაფრის პრევენციას რო აკეთებდა დასავლეთი და ამ დასავლეთის ლიდერი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, აქ ედგა გვერდით მთელი დასავლეთი უკრაინას, ხო? აბსოლუტურად. მაგრამ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც არის აი გამწევი ძალა, ხო? მსოფლიო ეკონომიკის 27% არის უკვე ამერიკის ეკონომიკა და დასავლური ეკონომიკის, დასავლური სახელმწიფოების დემოკრატიული სამყაროს ეკონომიკის ნახევარზე მეტი არის ამერიკის ეკონომიკა და ეხლა თავდაცვას და ჯარზე არაფერს ვამბობ, კიდევ უფრო მაღალი წილია. და ამ დროს ამერიკის სათავეში მოდის ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ეს არ მაინტერესებს, ხო? და თვითონ ამბობს, აცხადებს
ლაპარაკი იწყებს პუტინის ენით საუბარს, რომ აი მაგალითად ახლა პუტინი და მედვედევი აი ამ ყოფილ კოლონიებზე, მათ შორის საქართველოსაც რაც ამბობენ, რომ აი აქ რუსული სისხლი დაიღვარა, რომ რუსების ხელით არის რაღაცეები აშენებული და ამიტომ ეს ჩვენია, ხო? პანამის არხზე კონგრესში გამოსვლისას რაც ჰქონდა ტრამპს, რომ პანამის არხის შენებლობაზე 36,000 ამერიკელი დაიღუპა და ჩვენ ამას ვერ დავტოვებთ და უნდა დავიბრუნოთ. და გრენლანდია უნდა ამა თუ იმ გზით უნდა ავიღოთ, იმიტომ რომ ეს გჭირდება. ახლა ვიღაცა ამას იტყვის, რომ ეს არის მხოლოდ რიტორიკა, მაგრამ რიტორიკაც ლეგიტიმაციას უკეთებს. არაფერი ამერიკის პრეზიდენტის რიტორიკა დაემსგავსა რუსეთის პრეზიდენტის კი ბატონო. გარდა ამისა, ის რომ უნდა გაჩერდეს საომარი მოქმედებები უკრაინაში. კი ბატონო, ახლა არავის არ უნდა სისხლისღვრა და ხალხის ხოცვა-შლეტვა, მაგრამ ეს არ უნდა გაჩერდეს ნებისმიერ ფასად, უпроსტად ისე, რომ რუსეთი აქ დარჩეს გამარჯვებული. რუსეთი თუ გამარჯვებული დარჩება, ის აუცილებლად დაბრუნდება. ანუ რატო არ გავიმეორებ იმ ოპერაციას, რომელმაც მე წარმატება მომიტანა და რომელშიც მე ზიანი არ მინახავს ფაქტობრივად. და მხოლოდ რუსეთი ხო არ არის არა? ეგრეთ წოდებული ბოროტების ღერძი, რასაც ეძახიან დღეს უკვე. ჩრდილოეთ კორეა არის, ბირთვული სახელმწიფო სხვათა შორის, დაკბილებამდე შეიარაღებული. ჩინეთი არის, ირანი არის, ხო? ამათ ყველას თავიანთ რეგიონებში აქვთ საკუთარი ინტერესები და ესე იგი აგრესიული ამბიციური ზრახვები, ხო? და თუ რუსეთს ეს გაუვიდა, ბუნებრივია, რომ სხვაც მოინდომებს, რომ იგივე ოპერაცია შეასრულოს. შესაბამისად, მოლაპარაკებათა მაგიდაზე დაждდომა რუსეთთან არ შეიძლება მანამდე, სანამ უკრაინა და დასავლეთი არ იქნებიან დომინანტურ პოზიციაში, რომ საკუთარი პირობები უკარნახონ რუსეთს. თუმცა ტრამპი ცდილობს, რომ ამ ყველაფერთან ერთად შეასრულოს რაღაც შვიდოფის ყოფილის როლი მოირგოს და მთავარი მისთვის, როგორც ამბობს, არის, რომ ადამიანები არ იხოცებოდნენ, ტყუები არ დაფრინავდნენ და რაღაც ეგეთ განსაკუთრებით. ეს რასაკვირველია. ანუ მთავარი არის მშვიდობა. ხო, რა თქმა უნდა, ხა მშვიდობა უნიშნელოვანესია, რომ ადამიანები არ იხოცებოდნენ, მაგრამ ეს რიტორიკა რაღაცაზე თქვით, რომ დაემსგავსა პუტინის რიტორიკას და რაღაცაში ოცნების რიტორიკას გავს, ხო? მთავარია მშვიდობა და შესაბამისად დაგიპყრობენ, რასიზამენ, არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ყია არ გავარდეს და ეს ახლა საქართველოში ბევრს მოეწონა არჩევნების წინ, როგორც ნახეთ, ხო? მთავარია მშვიდობა ლოზუნგი და იქნება ხა ამერიკაშიც მოსწონთ ეს არ ვიცი. ეს არის პოპულიზმი. ანუ ახლა ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ აი რატომ გავს ტრამპის და ოცნების რიტორიკა ერთმანეთს. იმიტომ რომ ერთი პოპულისტები არიან ორივე, ანუ ძალიან მარტივად გასაგებ და მყვირალა ფრაზებით საუბრობენ და მეორე რომ გარკვეული ავტორიტარული ტენდენციები, ახლა აქ ხო მძიმედ და ბევრად მკაფიოდ არის გამოხატული, მაგრამ იქაც გამოხატული არის რაღაც ერთპიროვნული მმართველობის პიროვნული კულტის ტენდენციები და ეს ახლა იქნება საქართველოში, ამერიკაში თუ რა ვიცი, გვატემალაში, ხო? ასეთი ტიპის პოპულისტი, ავტორიტარი ლიდერები საუბრობენ ამ ენით. ხო, თან ჩვეულებრივად ითხოვს ახლა ამერიკა ქვეყნის პრეზიდენტი ამერიკას, რომ შეაქონ, ანუ ამ შექებაზე არის გაფანატებული, მადლობა გადაგვიხადეთ, შექო და კონგრესში სადღაც სადმე ვინმე თუ გამოდის, ყველა რაღაც იწევს, ამის არის დიდება ტრამპს და ამით იწყება ყველაფერი. რაღაც აი აქონ ადიდონ და ამით არის ბედნიერი. ახლა ქართულ ოცნებას ხო ქონდა ეს 12 წელი სტერილიზაციის 12 წელი, ასე რომ ვთქვათ, ხო, სანამ ბოლომდე არ გაიწმინდა ყველა, ვისაც საკუთარი აზრის დაფიქსირება შეეძლო. რესპუბლიკურ პარტიაში ეს სტერილიზაცია 8 წლის განმავლობაში მიდიოდა და აი მე მაყურებელს მინდა მოვუყო, ვთქვათ, 1-2 ეპიზოდი, აი რო იცოდეს, ვთქვათ, რა გააკეთა ტრამპმა ამ რესპუბლიკური პარტიის სტერილიზაციისთვის. როცა 2021 წლის 6 იანვარს აჯანყების მცდელობა იყო, გადატრიალების მცდელობა
ამერიკაში. კონგრესში რო შეიჭრა. კონგრესში ხო, კონგრესზე იერიში. ამას მოყვა საგამოძიებო კომიტეტის შექმნა, რომელსაც სათავეში უდგნენ რესპუბლიკელები, სხვათა შორის ადამ კინზინგერი და ლის ჩეინი. ტრამპმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩეინის წაეგო პრაიმერი თავის შტატში, ვაიომინგში და კინზინგერს მოუწია ილინოისის შტატის არჩევნებზე უარის თქმა, იმიტომ რომ ისინი რესპუბლიკური პარტიიდან გარიყეს, დასაჯეს, როგორც განსხვავებული აზრის მქონეები. უფრო მეტიც აი ეს ამ აჯანყებასთან დაკავშირებით ერთი კარგი ჩვეულებრივი კაცი იყო ასეთი რასტი ბაუერსი, რომელიც გახლდათ არიზონას შტატის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე. და ამ კაცისგან არჩევნების შემდეგ, წაგებული არჩევნების შემდეგ ტრამპი ითხოვდა, რომ ამოაყირავე არჩევნების შედეგი. ან დაურეკა პირდაპირ მან და რუდი ჯულიანიმ და სთხოვდნენ, რომ შეეცვალა არჩევნების შედეგი. ამ კაცმა ჯერ უარი განაცხადა და შემდეგ აი ამ კომისიას, კონგრესის კომისიას მისცა ჩვენება თუ როგორ სთხოვდა მას ტრამპი არჩევნების შედეგის შეცვლას. და შემდეგ ეს რასტი ბაუერსი კენჭს იყრიდა არიზონას შტატში, შტატის, ანუ არა ამერიკის ფედერალურ სენატში, არამედ შტატის სენატის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. და რესპუბლიკურ პრაიმერიში ტრამპი ჩავიდა არიზონაში, რომ ამ რასტი ბაუერსის მოწინააღმდეგისთვის დაეჭირა მხარი იმისთვის, რომ ეს კაცი, რომელიც მას შეეწინააღმდეგა, განადგურებულიყო პოლიტიკურად. და რასტი ბაუერსი დამარცხდა ამ არჩევნებში და ფაქტობრივად მოდის რომ ტრამპს ხარდაჭერა აქვს. კი, ამ ესე რესპუბლიკურ ამით ის რესპუბლიკურ ამომრჩეველში ამ პოპულიზმს აქვს საკმაოდ მყარი მხარდაჭერა და რესპუბლიკურ პარტიაში არის შექმნილი გარემო, რომ თუ შენ ეწინააღმდეგები ტრამპს, ის პოლიტიკურად განადგურებს. ამიტომ ახლა ყველა ხარს. და ამიტომ იმისთვის თუ გინდა რომ როგორც პოლიტიკოსმა შეიძლება ბერს გული ერევა საერთოდ იქ ამ ყველაფრის დანახვაც და სმენაზე, მაგრამ თუ გინდა რომ იყო რესპუბლიკელი და პოლიტიკურად არსებობა გააგრძელო, ამისთვის ასე რომ ვთქვათ, მაფიოზური ენით რომ ვთქვათ, ამ ბეჭედს უნდა ააკოცო. ტრამპის ხელზე. ხო, ტრამპის ხელზე ამ ბეჭედს უნდა ააკოცო და აი ესეთი გარემო არის. თან ახლა მდგომარეობა შემდეგი არის, ხო? პირველი თვეები არის. ანუ 100 დღეც არ გასულა, ახლა 50 დღე არის. თვითონაც აქ ესე კონგრესში გამოსვლის დროს ეს იყო ყველაზე წარმატებული დღე, პირველი პერიოდი. ხო, ნუ რაღაცა ჯორჯ ვაშინგტონს ჯობი ვარ და ახლა ესეც რაღაცებს ვაპარაკობ. წამოხდებოდა ველსი და ის სპიკერი და ტაშუკრავდნენ ყოველ მეორე სიტყვის შემდეგ და ნუ ხო. გასაგები არის ეს ყველაფერი და ახლა განსაკუთრებით რესპუბლიკელების შიგნით წინააღმდეგობის რანაირი რესურსი არ არსებობს, იმიტომ რომ პირველი კვირები არის კაცის პრეზიდენტობის, ჯერ კიდევ ახლა მისი პოპულარობა ნელ-ნელა ეცემა, მაგრამ ისი არ დაცემულა, რომ მისი კრიტიკა იყოს შესაძლებელი და მისაღები, მაინც ამერიკის პოლიტიკაში ყველაფერი გადის ეკონომიკაზე. ხო, ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის საგარეო პოლიტიკა, უკრაინაზე რა სიტყვის, ჩვენზე რა სიტყვის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ამერიკის რიგითი ამორჩევლისთვის ფაქტობრივად. კი, კანადასთან დააწესებს მეორე დღეს უკან წაიღებს მექსიკაში. ანუ ჯერჯერობით ამ ტარიფებს. ციფრები გვაქვს, რომ ეკონომიკური მონაცემები კარგი არ არის ამ პირველი 2 თვისთვის, მაგრამ ამას რო სჭირდება, რომ ადამიანმა ჯიბეზე იგრძნოს ეს ეკონომიკური პარამეტრების გაუარესება და თუ თქვათ რაღაცა კოლაფსისკენ წავიდა, კოლაფსისკენ თუ არა, ყოველ შემთხვევაში არსებითი დაღმასვლისკენ წავიდა ეკონომიკა, ეს სერიოზულ ასახვას პოვებს. და შემდეგ გვაქვს ახლა ამერიკის პოლიტიკას აქვს ბევრი კორექტირების მექანიზმი, ხო? ახლა არის თქვა თავისთავად არის სასამართლო, კონგრესი, სენატი. შეიძლება რომ ამერიკაში ტრამპმა ავტორიტარიზმი დაამყაროს. არა, ეს თითქმის შეუძლებელი არის. მით უმეტეს ერთ ვადაში, იმიტომ რომ ახლა ამერიკას ჩვენ უყურებთ როგორც ერთ ქვეყანას, ხო? მაგრამ პრინციპში როგორც ევროკავშირი არის 28 სხვადასხვა ქვეყანა, ისე არის ამერიკა არის 50 სხვადასხვა ქვეყანა არის, ხო? აი რაც მაყურებლისთვის რო გასაგებია თქო, აი საბაზისოდ, ხო? თქვა თითეული შტატი გასცევს ცალ-ცალკე და სხვადასხვა მართვის მოწმობას. თქო ერთი შტატიდან რომ მეორეში გადადიხარ საცხოვრებლად, ახალი მართვის მოწმობა
უნდა აიღო. თქვათ, ხო? და ნუ კანონმდებლობა არის განსხვავებული, ყველა შტატს აქვს თავისი სასამართლო, გუბერნატორები არიან არჩეულები და არჩევითები, თავისი ბიუჯეტები აქვს ამ შტატებს, ასე რომ რაღაცა იქ ტრამპმა მოახერხოს, რომ სიტყვაზე ვერმონტის შტატში ვიღაცა მასწავლებელი მოხსნას სკოლიდან იმის გამო, რომ მას არ უჭერს მხარს, ხო? ეს ტექნიკურად შეუძლებელი არის. ფიზიკურად შეუძლებელი არის. ხო, ამერიკაში არიან მუდამ წითელი შტატები, ანუ მუდამ რესპუბლიკელებზე ხმის მიცემი შტატები და არიან მუდამ ლურჯი შტატები, ანუ მუდამ გუბერნატორები დემოკრატები არიან, ხო? და ყველაფრის ბედს წყვეტს ეგრეთ წოდებული მერყევი შტატები, რამდენიმე შტატი და ეს მერყევი შტატები ძალიან გრძნობიარე არიან ეკონომიკური პროცესებისადმი. ხო, ანუ ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეკონომიკაზე და ნუ შემდეგ ახლა თან რა არის ის რომ ეს შანსს აძლევს კორექტირების მექანიზმს აძლევს მათ შორის დემოკრატებსაც, ხო, რომ რაღაცა წუხილები გქონდათ მათ შესახებ ამომრჩევლებს და თქვა თუ ამორჩეულმა აირჩია ტრამპი, დემოკრატებმაც უნდა გადაიაზრონ, რომ რაღაცების შესასვლელი არის. ეს ასევე ხაშია და ისე რომ საგარეო თემას დაუბრუნდეთ, ხო, მაგრამ ამ ხის განმავლობაში როგორ შეიძლება შეიცვალოს მსოფლიო ამ ტრამპის პოლიტიკიდან გამომდინარე, ხო, ან ბევრი რამ ხედავთ უკვე იცვლება. ხო, ჩვენ ვთქვით, რომ შეიძლება საერთოდ თამაშის წესები შეიცვალოს. მსოფლიო წესრიგი შეიცვალოს. აგერ ევროპამ სხვა ერთ-ერთი დადებითი შეიძლება რაც მოყვეს ტრამპის ამ ამბავს არის ის რომ ევროპამ და ევროკავშირმა უფრო მეტად დაინახოს თავისი როლი, ხო, ამ მსოფლიო წესრიგში. და ეს შეიძლება აღმოჩნდეს უკეთესი არის. ხო, როგორც ვთქვით, რომ შიგნით ამერიკაში ახლა განგრძობადი ავტორიტარიზმის დამყარების შესაძლებლობა ნაკლებია, მაგრამ საგარეო ასპარეზზე აი ამ მსოფლიოს პოლიციელის ბჭყალებში რომ ვთქვათ, როლის გაუქმება რიგ რეგიონებში შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს, მათ შორის საქართველოში, მათ შორის უკრაინაში, იმიტომ რომ გასაგებია ახლა 2 წლის თავზე ტრამპმა შეიძლება წააგოს შუალედური არჩევნები, დაკარგოს უმრავლესობა სენატსა და კონგრესში და ის ძალა გამოეცალოს, მაგრამ ამასობაში 2 წლის თავზე რა დღეში იქნება უკრაინა, რა დღეში იქნება საქართველო და რამდენად მყარად იქნება ამ ქვეყნებში რუსეთი, არავინ არ იცის, ხო? და არ არის ეს მხოლოდ უკრაინა და საქართველო, ხო, მთელი რიგი სხვა რეგიონები, სადაც ამერიკას თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ტრამპი ამბობს, რომ ამერიკა გავხადოთ ისევ დიადი, ხო, ამერიკის დიადი რას ეფუძნებოდა? იმას, რომ ის იყო თავისუფალი სამყაროს ლიდერი. და თუ ის ამბობს უარს თავისუფალი სამყაროს ლიდერობაზე. მოდი ეს რა დარჩება მისი სიტყვა? ესეც აუხსნათ მე რა, ისტორიაში მინდა რომ კიდევ ერთხელ წავიდე და ესეც აუხსნა, ხო? თანამედროვე ამერიკა რაც არის დღეს, ხო, რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი და ევროპის უსაფრთხოების გარანტი და ასე ვთქვათ, დარაჯი აი ამ ლიბერალურ ინტერნაციონალიზმსა, ეს არის ისტორია მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული. მანამდე, აი ეს ვთქვათ, რუზველტის პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის და ცივი ომის ინერცია არის. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატები იყო იზოლაციონისტური ქვეყანა, ეგრეთ წოდებული მონროს დოქტრინის ქვეყანა. შეკეტილი დასავლეთ ნახევარსფეროში, ანუ დაფუძნებული იყო მისი საგარეო პოლიტიკა დასავლეთ ნახევარსფეროში დომინანტობაზე, იქ არავის არ უშობდა, მაგრამ თვითონაც არ გადმოდიოდა აღმოსავლეთ ნახევარსფეროში, მაგალითად რო ვთქვათ, ხო? მე-18 საუკუნეში გამოცხადა ამერიკამ დამოუკიდებლობა ბრიტანეთისგან, ხო? მაგრამ პირველი მოქმედი პრეზიდენტი ამერიკის, რომელიც ჩავიდა ევროპაში, იყო ვუდრო ვილსონი 1918 წელს, ანუ მთელი 150 წლის მანძილზე ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ევროპაში ფიზიკურად ნამყოფი არ იყო. ასევე ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ ამერიკაში, ვთქვათ, რასიზმი, დისკრიმინაცია ენდემური ამბავი იყო. ძალიან ენდემური ამბავი იყო შუა წლებამდე. ანუ ჯერ ახლა მონათლობელობა და მე სეგრეგაცია უკვე 1960-იან წლებამდე, თქვათ ეს კუკლუს კლანების არსებობა, თეთრი ნაციონალიზმის, ქრისტიანული ნაციონალიზმის არსებობა, ეს ენდემური ამბავი იყო ძალიან და
პერიოდულად წამოიყვირებდა ხოლმე ეს ამბავი, პერიოდულად რაღაცა იზოლაციონისტური განწყობები დაბრუნდებოდა ამერიკულ პოლიტიკურ დისკურსში, რაღაცა ეს თეთრი ნაციონალიზმის ჯგუფები აქ-აქ ყოველთვის იქმნებოდა, მაგრამ აი ეხლა ეს ყველაფერი თითქოს ერთად შეიკრიბა და ხელისუფლების სათავეში მოვიდა. ეს არ არის ახალი, ამის თქმა მინდა რომ ეს არ არის ახალი, თუმცა როცა ამერიკა იყო იზოლაციონისტური, ის არ ყოფილა მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფო. ხო, ამერიკის სიდიადე გამოიწვია იმან, რომ გახსნა მან მთელ მსოფლიოსთან ვაჭრობა, ის გახდა თავისუფალი სამყაროს მფარველი და დემოკრატიული იდეების აპოლოგეტი და გამავრცელებელი თავისუფალ სამყაროში, ხო? და ამერიკა იძენდა მოკავშირეებს. მისი მთავარი საექსპორტო საქონელი შეიძლება ითქვას იყო დოლარი და დემოკრატია. კი ბატონო. კი ბატონო, ზუსტად ასე იყო ეს ამბავი. ეხლა თუ თქვათ ამერიკა დაბრუნდა რაღაც მე-19 საუკუნის პარადიგმაში და კანადაში მან კონკურენტი დაინახა რაღაცა ევროპასთან გამოუცხადებელი ომი თუ აქვს. ვინ არის მისი მეგობარი? მაშინ. ხო, მაშინ ვინ არის მისი მეგობარი? ჯასტინ ტრუდომ თქვა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჩვენ გვებრძვისო და აგერ პუტინს და სხვა ავტორიტარებს რაღაც იმით ხო, აი ეს არის თქვათ რეალიზმის პოლიტიკა ეს არის საერთაშორისო ურთიერთობებში რეალიზმი, რომ ის იდეოლოგიურ თანხმედრას არ მოითხოვს და ის არის დამყარებული რაღაცა მერკანტილურ პრაგმატულ ინტერესებზე, მაგრამ პრინციპში ეს პოლიტიკა ამერიკას აკარგინებს მოკავშირეებს და თუ თქვათ ახლა ამან გამოიწვია ევროპის სრული ავტონომიზაცია, ანუ სრული დამოუკიდებლობა, ავტონომიზაცია კი არა, დამოუკიდებლობა უსაფრთხოების საკითხებში, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში, ხო? და ევროპა გახდა თვითმყოფადი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპის ტერიტორიის, განსაკუთრებით გერმანიის ტერიტორიაზე ცივი ომიდან მოყოლებული არის ათეულობით ამერიკის სამხედრო ბაზა. თქვა რომ გადააყავს უნგრეთში. გუში დაიდო ინფორმაცია, რომ ტრამპი არის გამოდის ინიციატივით, რომ ამერიკული ჯარი, რომელიც გერმანიაში არის ბაზირებული, უნგრეთში გადავიდეს. და ესე ხო არ კეთდება ეს ამბავი, იმიტომ რომ ორბანს მომდევნო წელს აქვს არჩევნები. ხო, შეიძლება უნგრეთში მოიგოს ევროპულმა ძალებმა. ნუ მე ახლა აიდგება და მაშინ სლოვაკეთში გადაიგდას და ახლა სლოვაკეთში თუ ევროპული ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, მე რა წავა სერბეთში გადაიგდას. ეს ხო სერიოზული არ არის ეს ყველაფერი და საერთოდ პოლიტიკაც, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაც, ეკონომიკაც დაფუძნებული არის პროგნოზირებადობაზე, უნდა იყოს. განგრძობადობაზე და თუ აქ ჩნდება უნდობლობა, ასეთ შემთხვევაში საფუძველი ეცლება შორს მიმავალ პარტნიორულ ურთიერთობას როგორც ეკონომიკაში, ასევე პოლიტიკაში. ამიტომ ეს არსებითად აზიანებს. ხო, ახლა თუნდაც რომ 2 წლის შემდეგ ან 4 წლის შემდეგ ამერიკაში ან დემოკრატები დაბრუნდნენ, ან რესპუბლიკელებმა თავის შიგნით მონახონ ძალა, რომ რაცა ესეთი პროგნოზირებადი კანდიდატი წამოაყენონ. ყოველთვის დარჩება ეს მეხსიერებაში, რომ ერთ დღესაც შეიძლება ამერიკაში მოვიდეს ვიღაცა, რაღაცა. ანუ ამერიკა, ნდობა, რომელიც არსებობდა თავისუფალ სამყაროში, ასეთი მაღალი შერყეული არის. ის კი არა, ჩვენთან საქართველოშიც ძალიან ბევრი ადამიანი, გახსოვთ ახლა საბჭოთა კავშირის, როცა რადგან იყო ჩაკეტილი ქვეყანა, იქედან განსაკუთრებით იდეალისტურად მოჩანდა ამერიკა და თავისუფალი სამყარო და პირველ რიგში იმის გამო, რომ თავისუფალი სამყარო იყო და არა იმის გამო, რომ ხა ჯინსი იყო და კოკა-კოლა იყო, ხო? რომ თავისუფალი სამყარო იყო და იქეთკენ იყო სტოლა და აი ამერიკა საბჭოთა კავშირიდან მოჩანდა როგორც თავისუფალი სამყაროს მართლა შუქურა. ევროპა და ასე შემდეგ და ამ ხალხში ვინც აი იქ საბჭოთა კავშირში საქართველოში გულისხმობ ხა საბჭოთა კავშირში ამაზე ოცნებობდა, დღეს ნელ-ნელა ამის მსხრევა მიდის. ხო, ანუ ქართველებშიც მათ შორის, რომ აი ამერიკა ესეთი სულაც არ არის.
კარგი. ეს შეიძლება ცუდის ბოლომდე არ იყოს, იმიტომ რომ ახლა იდეალისტური შეხედულება არაფერზე არ არის კარგი. მაგრამ აქ არის მეორე კატეგორია ადამიანების, ვისაც ეგრეთ წოდებული პრორუსებს ვეძახით ჩვენ, რომლებიც სულ ამტკიცებდნენ, რომ აი ასე ჩვენ ამბობ, რომ საერთაშორისო პოლიტიკა არის სასტიკი, რეალიზმზე დამოყიდებული, არანაირი თავისუფალი სამყარო, იდეალები, დემოკრატია არ არსებობს და რომ ამერიკაც არის ჩვეულებრივი იმპერია, არაფრით განსხვავებული რუსეთისგან, ხო ეს იდეოლოგია იყო მათი მხრიდან არაფრით განსხვავებული და როცა მოუნდება მისი ინტერესებიდან მოქმედებს და როცა მოუნდება მაშინ გაგწირავს. და ეხლა თითქოს მათი დრო დადგა, ხო? ესენი გამოდიან და ამბობენ, აი, რა ვამბობდით, ჩვენ მართლები ვიყავით. ხო, არანაირი რაღაც თავისუფლება, დემოკრატია და რაღაცა დიდი არაფერი განსხვავება არ არის, ვისი მონა იქნებ, ხო? რუსეთის თუ ამერიკის და შესაბამისად რას მიილტვოდით, სად მიილტვოდით და რა გინდოდათ და ასე შემდეგ. ხო, ეხლა თუნდაც ლიბერალურ ინტერნაციონალიზმში აი ამ რაც წესებზე დამყარებულ საერთაშორისო ურთიერთობებშიც არსად არ გამქრალა ეროვნული ინტერესები და აბსოლუტურად ამერიკა ყველგან თავისი ეროვნული ინტერესით მოქმედებდა და თუ თქვათ დემოკრატიის აპოლოგეტიკას ეწეოდა და გავრცელებას ამას ხედავდა როგორც საკუთარი ეროვნული ინტერესის ნაწილს, ხო, რა თქმა უნდა. ეს არსად არ გამქრალა, მაგრამ რას ნიშნავს თქვათ იმპერიალიზმი ან რეალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში, რომ ამერიკა არ შევარდებოდა მე-20 საუკუნის ვთქვათ აი უკვე 1920-იან წლებიდან მოყოლებული მაქვს საუბარი არ შევარდებოდა რომელიმე სახელმწიფოში და დაარჭობდა დროშას და იტყოდა რომ ეს არის ახლა ჩემი ტერიტორია რასაც რუსეთი აკეთებს და რაც ხდებოდა იმპერიების მსოფლიოში ხო ამიტომ რაღაცა ტიტულობის ნიშნის დასმა რომ ამერიკა და ჩვენ რაღაცა ერთი და იგივენი ვართ მაგაზე იხსენებდა რომ აი ერაყში შევარდა, ავღანეთში შევარდა რაღაცა და გავიხსენოთ ახლა ხო რაღაცა ერაყი ამერიკის 51 შტატი არის თუ 52 არის ავღანეთი და კიდე ერთი რაღაცა გავიხსენოთ რომ ერაყი დღეს არის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ანტიამერიკული ქვეყანა არის ამერიკა იქიდან გამოვიდა ნებით ავღანეთიდანაც გამოვიდა ნებით ავღანეთში თალიბები არიან ხელისუფლებაში ხოლო ერაყში პროირანელი შიიტები არიან ხელისუფლებაში ანუ ერაყიც და ავღანეთიც გამოდგება ამერიკის შეცდომების მაგალითად ერთი და მეორე იმის მაგალითად რომ როდესაც სახლში ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩნდა ზეწოლა ელექტორალური ზეწოლა ხელისუფლებაზე რომ ახლა როდემდე შეიძლება აქ ფული უხარჯოთ და ჯარისკაცები კვდებოდნენ ამ დროს ადგა ამერიკა და გამოვიდა აი ახლა უკრაინაში არის რუსეთი 100,000-ობით რუსი არის დაღუპული, დაჭრილი, დასახიჩრებული, დაინვალიდებული, ხო? ამას რამე მნიშვნელობა აქვს რუსეთის ხელისუფლებისთვის? ხო არავითარ მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლებას არ აინტერესებს არც ხალხის ხმა, რუსეთში ხალხი რა არის? ხალხის ხმა არ არსებობს საერთოდ, ანუ ეს არის განსხვავება, ხო? ფუნდამენტური განსხვავება, იმიტომ რომ დემოკრატიას აქვს კორექტირების მექანიზმები, ანუ საბოლოო ჯამში ტრამპსაც დააკორექტირებს. ხო, ანუ ტრამპი არ დარჩება და ტრამპიზმი არ იქნება სამუდამო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო? ახლა ახლა 8 მარტს ჯარის დაღუპული რუსეთში დაღუპული ჯარისკაცების დედებს ხორცაკები რომ მიუტანეს და აჩუქეს და ეს დედები რო იყვნენ ბედნიერები. შვილი დაეღუპა თამაში. ცინიზმი. ხო, აი ეს არის რუსეთი გასაგებია, მაგრამ ისინი ამბობენ რომ აი ეს რუსეთი აგერ არის, ახლოს არის, იმპერია არის, კი ბატონო და ის ჩვენ და უკრაინას არ მოგცემს საშუალებას არასოდეს რომ რაღაც ამერიკის ან ევროპის მოკავშირე ვიყოთ, იმიტომ რომ როგორც რუსეთი ამბობს რომ აქ რაღაცა ჩვენი სისხლი დაიღვარა უკრაინაში, საქართველოში და ეს ჩვენი მიწებია და რაღა განსხვავება ხა ამერიკაც იმპერია თავისი ინტერესებით მოქმედებს და ამიტომ ჯობია ისევ რუსეთთან ვიყოთ რაღაცა ვეომები თავშატო ვიკლავთ. დაახლოებით ეს მიდგომა. არ არსებობს გარემოება რუსეთთან, რომლითაც შენ მასთან დაალაგდები, ეტყვი რომ მოდი, კაი, ესე იყოს და მეც ნუღა გამიკეთებ, ანუ მეტად ნუღა დამჩაგრავ. ეგეთი მოდუს ვივენდი ასე რომ ვთქვათ, არ არსებობს რუსეთთან. რაც უფრო დაუწვევი, უფრო გადაგივლის. ახლა ამას მე ვამბობ როგორც ისტორიკოსი, იმიტომ რომ ჩვენი ისტორიული გამოცდილება არის ეს და მეორე რომ აი გავახსენებ მაყურებელს პუტინის გამოსვლას. აი როცა უკრაინაში ბრჭყალებში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აცხადებდა
აი ამ გამოცხადებისას და წინა დღეებში მან ჩაატარა 2 ხანგრძლივი ლექცია ისტორიაში, ასე რომ ვთქვათ. მთელი საათი ილაპარაკა, მანამდე 2021 წელს მან დაწერა ვრცელი ესე წერილი უკრაინის ისტორიის შესახებ. მან იყო ესეთი გატარებული ესეთი აზრი, რომ ლენინი მოიქცა საშინლად, როცა მან 1922 წელს საბჭოთა კავშირის შექმნის დროს დაუშვა ცალკეული რესპუბლიკების არსებობა. და მას შეაქო სტალინი, რომელსაც უნდოდა ავტონომიზაცია. ანუ ყოფილიყო რუსეთის ერთიანი სახელმწიფო, სადაც იქნებოდა საქართველოს ავტონომია, უკრაინის ავტონომია. როგორც არის ჩეჩნეთის და დაღესტნის ავტონომია, ესე იქნებოდა ყველა ავტონომია. ესე უნდა ყოფილიყო, ამბობს ამას პუტინი. და მე სტალინზეც საყვედური თქვა, რომ ლენინის სიკვდილის შემდეგ რატო არ შეცვალაო ესო? სხვათა შორის მაგას ეწინააღმდეგებოდნენ ეს ჩვენები ფილიპე მახარაძე და მუდუმდური ნაციონალ უკლონისტები. მაგის გამო დაარქვეს ნაციონალ უკლონისტები. ეს ცალკე თემა არის ხო, შეგვიტყუებს ეგ თემა სიღრმეში. და მე აი სამ დღეში და 2 კვირაში უნდა დასრულებულიყო ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია ბჭყალებში. აი იმ დღეებში დიმიტრი მედვედევმა თავის ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ ამ უკრაინის შემდეგ არის ყაზახეთი და საქართველო. იმიტომ რომ ზუსტად ეს, რომ აი რუსი ჯარისკაცების სისხლით არის მორწმული ეს ლექცია ისტორიაში და მე მახსენდება 2019-ში იყო თუ რამდენიმე წლით ადრე ჟურნალისტს რომ უთხრა საქართველოზე 2019 წელს რა საქართველო თქვენო თბილისის და ქუთაისის გუბერნია იყავ. ანუ ისინი ასე ხედავენ ჩვენს მომავალს. ხო და აი ეს ყველაფერი რატომ მოუყევით მერაბ ხა? რატომ მოუყევით ეს ყველაფერი? მოუყევით იმიტომ, რომ საბოლოო მიზანი თუ ეს მას გაუვა, არის თბილისის და ქუთაისის გუბერნიები. ანუ ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რომ გვინდა საქართველოს დამოუკიდებლობა თუ არ გვინდა. ანუ თუ არ გვინდა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს არჩევანი არის და არავინ არ გვაძალებს, არც ამერიკა არ დაგვაძალებს დამოუკიდებლობას და არავინ არ დაგვაძალებს. თუ გვინდა გუბერნიობა, კი ბატონო, დავწვათ ბოლომდე და რა ვიცი, ახლა რუსეთს მე ისინი ჩვევია ხალხის გადასახლებები, გადმოსახლებები, ერები გააქვს რომ მთლიანად და ასე შემდეგ, ხო? ჩვენი ხსნა და გამოსავალი რა შეარ ახლა გასაგებია რომ საქართველოს ჯარი რაღაც ბირთულ რუსეთს ომს ვერ უგებს მაგრამ ჩვენი ხსნა არის ძალთა ბალანსში რომ მოვნახოთ ისეთი მოდუს ვივენდი სადაც რუსეთს ჩვენზე თავდასხმა უჯდება უფრო ძვირი ვიდრე თავდაუსხმელობა ხო და ამ ხრივ ჩვენ გვჭირდება პარტნიორები პირველ რიგში დასავლეთი რასაკვირველია მაგრამ კი ბატონო ჩინეთიც, კი ბატონო თურქეთის ინტერესიც და ანუ ჩვენი ისტორია ხო ბალანსის პოლიტიკის ისტორია არის, ხო? სულ. და ჩვენ თუ ახლა თუ კი არა და გადავიკიდეთ უკვე დასავლეთი, რომ ანუ მათ გინებაში ათენა აღამებენ ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ხო, იმიტომ ასე უყურებენ რომ დასავლეთი და ხა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მედგენ ჩვენ გვიყურებდაო როგორც წითელ ნაჭერს რუსეთის წინ აფრიალებულს და უნდა ჩვენი გამოყენება როგორც რაღაცა რუსეთის წინააღმდეგ გამაღიზიანებლად და ჩვენს ინტერესებზე არავინ არ ფიქრობს მოკლედ ეს არის მათი გამოკიდებულება ხო ასევე ხა ჩვენ გამოგვიყენეს 2008-ში ხა უკრაინა გამოიყენეს როგორც წითელი ნაჭერი და ფაქტობრივად ამ რუსულ ნარატივებს ყველაზე ცუდი რაც არის ტრამპის შემთხვევაში ტრამპი ხელისუფლება იმეორებს და იმეორებს მერე ხო ყველაფერს რაც თქვა პუტინმა და ესენი მოდიან და აქ იმეორებენ ხო ხა უკრაინაში უყიები შეუძლიაო სამ დღეში აიღოს ტრამპმა თქვა ისო რა ქვია ომი ზელენსკის ბრალია და ბაიდენის ბრალია ამბობს ხო ტრამპი წინა ხელისუფლებას აბრალებს ანუ რასაც პუტინი ამბობს და პრორუსები ამბობენ ზუსტად იგივეს იმეროს და ბოლოს ყველაზე საინტერესო რაც თქვა მარკო რუბიომ თუ ნახე CNN-ზე გამოსვლის დროს თუ Fox News-ზე აღარ მახსოვს ესო სინამდვილეში უკრაინა-რუსეთის ომი ესო ამერიკა რუსეთს შორის ომი ამას ამბობენ პრორუსები და მეტი კი არა სინამდვილეში ეს არის ამერიკის და რუსეთის ომი უბრალოდ უკრაინის მიწას იყენებს ამერიკა ამისთვისო და თუ ახლა ამერიკა ამ ყველაფერში ეთანხმება რუსეთს რა გამოდის
ხო, აი ახლა ეს მარტივი არის. ხო, აი პოპულიზმი ზუსტად მაგას ქვია, რომ რაცა სენსაციური, მარტივი, მარტივად მოსახარში და გადასამუშავებელი ყვირალა ფრაზები უნდა დააბრეხო, რომ შიგნით სიღრმეში არ ჩახვიდე რაღაცა 1-2 მეტრით სიღრმეზე არ მოჩხრიკო და ჩვენ მოვჩხრიკოთ რისთვის ავართ აქ, ხო? რაც შეეხება რუბიოს განცხადებას და რუსების განცხადებას და ქართული ოცნების თუნდაც განცხადებას ამ პროქსი ომზე, პროქსი ქართულად არც ვიცი როგორც არის, ანუ მარიონეტულ ომზე შეიძლება ითქვას, ხო, რომ როცა ვთქვათ, უკრაინა კი არ იბრძვის, არამედ უკრაინის უკან იმალება ამერიკა და ის იბრძვის, ხო? უკრაინა არის 40 მილიონიანი ქვეყანა, ნუ ომამდე 40 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა უკრაინაში. უკრაინაში მოხდა ადამიანების სრული მობილიზაცია იმისთვის, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობას არსებობა, ჩემი თვალით მაქვს, მე იქ ნამყოფი ვარ და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომ მილიონობით ადამიანი მობილიზდა საომრად. უკრაინის წილი საკუთარ თავდაცვაში არის მინიმუმ 30%, ანუ ეკონომიკური წილი სუფთა უკრაინული ფული არის. დაახლოებით 30% არის ევროპა და ნუ 40% არის ამერიკა. ანუ ამერიკის წილი უკრაინის თავდაცვაში არის ნახევარზე ნაკლები. დავიწყოთ აქედან. და თუ ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ეს არის პროქსი ომი, რაღაცა მარიონეტის ომი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პატარა სახელმწიფოების უფლებას, რომ მათ ქონდეთ საკუთარი მომავლის განსაზღვრის შესაძლებლობა არ ვაღიარებთ, იმიტომ რომ თან არც პატარა სახელმწიფოა უკრაინა, პრინციპში ყველაზე დიდი სახელმწიფო არის ევროპაში. 40 მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მე არ მინდა ეს, არ მინდა რუსეთის იმპერიის ნაწილი ვიყოთ და ჩვენ ამას ვამბობთ, რომ არა, თქვენ კი არ თქვით. თქვენ ხართ ამერიკის მარიონეტები. ამერიკამ დაგაძალათ, ხო? ეს ხო არის სიგიჟე. ხო, თქვათ რაღაცა 2008 წელს ამერიკამ დაგვაძალა, რა ვიცი, წანისის ომი დაგვაძალა ამერიკამ, 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადება დაგვაძალა, ხო? ანუ გერმანიამ კი დაგვაძალა რაღაცა. არა, არ დაგვაძალა, გერმანიამ შემოგთავაზა, რომ თუ თქვენ გინდათ რომ იყო დამოუკიდებლები, ჩვენ დაგიცავთ თქვენ. ხო? ეს არის პარტნიორობა და თანამშრომლობა, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, თუ რამე საღიარებელი არის ის, რომ უნდა ვაღიაროთ, რომ პატარა ერებს აქვთ არსებობის უფლება და მათ შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი აზრი ამ ყველაფრის თავზე. ჩვენ რო გვინდა რუსეთისგან დამოუკიდებლობა, ეს ვინ დაგვაძალა? გვინდა, ხო, ჩვენ გვინდა. გვინდა. ჩვენ ბუნებრივია ხვდებით, რომ რუსეთისგან დამოუკიდებლობას მარტო ვერ შევინარჩუნებთ, ამიტომ ეძებთ პარტნიორებს. შესაბამისად, ამის ისე დანახვა, რომ აი შენ ამერიკა გაძალებს რუსეთის წინააღმდეგ იყო, ყველაფერს უკან შემოbrunება, ხო? ამერიკას თავისი ინტერესი აქვს, რა თქმა უნდა. და ჩვენ, ანუ, როცა ამბობენ, რომ ამერიკას თავისი ინტერესია და რა თქმა უნდა, ამათ რა გონიათ, იცი, რომ ჩვენ ვინც პროდასავლურად ვართ განწყობილი, გვეგონა, რომ რაღაცას ეხა საუბრობთ, რომ იქ რაღაცა იდეალი, ლამაზი თვალების გამო მოვწონვართ ამერიკას და დასავლეთს და ამიტომ უნდა ჩვენი დახმარება და გვეუბნებიან, რომ ამერიკას თავისი ინტერესი აქვს. და ვინმე მარიცის ეს რომ ამერიკას თავისი ინტერესი აქვს და დასავლეთ, ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, რომ ჩვენი ინტერესი რომ რუსეთისგან ვიყოთ დამოუკიდებელი, მოვარგოთ ამერიკის და ევროპის ინტერესებს, რომ რუსეთი არ გაძლიერდეს. ანუ მათი ინტერესები, ჩვენი ინტერესი დავამტყიოთ ერთმანეთს. ამას ვცდილობთ და რა ის რომ გონია, რომ ჩვენ ლამაზი თვალების გამო ეხლა ამერიკა რამეს გააკეთებს ან ევროკავშირი. თითქოს ეხლა ისე ნიშნის მოგებით გელაპარაკეთ, აი გამოფხიზლდით. დაინახეთ, რომ იმას თავიანთი ინტერესები აქვს და აქამდეც ვიცოდით, ხო? რაღაცებს გადავხედოთ, ხო? სამწუხაროდ პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით 90-იან წლებში საერთოდ არ იყო არც ამერიკა, არც დასავლეთი წარმოდგენილი საქართველოში. 90-იანი წლები არის ყველაზე ბნელი და საშინელი წლები საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მაგრამ თუ მასობრივად შიმშილით არ დავიხოცეთ, ეს იყო ისევ ის ჰუმანიტარული დახმარება, რასაც ის სწორედ ის USAID უგზავნიდა საქართველოს და ამერიკა უგზავნიდა, ხო, ახლა ჩემხელებს და უპროცებს უნდა ახსოვდეთ, თუნდაც ის სოიო და თუნდაც ის გამოგზავნილი პური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, ვინ აკეთებდა, ანუ ჯერ ერთი ამ რუსეთის მიერ მოწყობილი ომები იყო ეს აი პროქსი და რუსეთის პროქსი აფხაზეთის ხელით და ოსების ხელით. აფხაზეთში და ცხინვალში რუსების ხელით მოწყობილი ომი და მერე შიგნით კიდე ქართველებმა
ეთნიკურმა ქართველებმა მოანგრიეს მთელი საქართველოს ეკონომიკა, მოპარეს ხალხს, რა ვიცი, ანაბარი იქნებოდა, იქ დანაზოგი იქნებოდა, ქარხნები, გაძარცვეს მთელი ქვეყანა, ხო? და ეს ხო ვინმეს თავზე არ მოუხვევია, ეს ჩვენ და რუსებმა თვითონ გაუკეთეთ ამ ქვეყანას და იმისთვის რომ ჩვეულებრივი ადამიანი შიმშილით არ მომკვდარიყო, გვიგზავნიდან ჰუმანიტარულ დახმარებას და მე ნელ-ნელა რაღაცა წამოვდექით ფეხზე და ვცდილობდით რომ გამختარიყავით იმ სამყაროს ნაწილი, რომელშიც ეს აღარ დაგვემართებოდა. ხო, ანუ უკეთესი სამყაროს ნაწილი გვინდა ვიყოთ და ამას თუ გვითვლიან რომ აი თქვენ როგორ გაბედეთ, ესე იგი ეს ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ არ შეიძლება წასულიყო. ყველაფერი ხო თვლით არის მერაბა რა, რომ ეს ახლა რაღაც ხელების ცეცება ხო არ გვიწევს, არის ესეთი მონაცემი, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. ამისი რეიტინგები არის მსოფლიოში. საქართველო ახლა არის 86 ადგილზე, დაახლოებით 200 სახელმწიფოში არის 86 ადგილზე და მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე დაბლა არის, ანუ მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის 13000 რაღაცა და საქართველოსი არის 8000 რაღაცა, ხო? ანუ საკმაოდ დაბალი არის. ხო, უნდა შევხედოთ ჩვენ რა ხალხში ვართ, რა საზოგადოებაში ვართ და რა გარემოში არის ეს რუსეთის სატელიტები რა გარემოში არიან. წარმატებულ და მდიდარ სახელმწიფოებს შორის არც ერთი რუსეთთან დაახლოებული სახელმწიფო არ არის. ჩვენზე მაღლა არის ყველა დასავლური სახელმწიფო ამ ეკონომიკური მაჩვენებლით და ძალიან პოპულარული ადამიანური ენით რო უთხრათ ხალხს, ახლა შვილები ხო ყავს, არა ყველას ყავს, რაღაცა ოჯახი, შვილი არა, ძიშვილი, ძმიშვილი, რაღაცა ბავშვი ყავს გარშემო, ხო? ჩვენ ხო არ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა იმეგობრონ ლოთებთან, ნარკომანებთან, კრიმინალებთან, ანუ ჩვენი შვილები გვინდა იყვნენ კარგ კლუბში, ასე რომ ვთქვათ. ანუ განათლებულების, სწავლაზე ორიენტირებულების, წესიერი პატიოსანი ხალხის კლუბში გვინდა იყვნენ ჩვენი შვილები. ამიტომ არის რომ ეს ევროკავშირი და დასავლეთი არის წარმატებული ქვეყნების კლუბი. ხო, ახლა რუსული დავამთავრებ. რუსული ეს სამყარო არის წარუმატებლობის ფორმულა. პრინციპში ტაჯიკეთის ქვეყანაა და საქართველოც, ანუ იყავი ამ კლუბში. უგიდა შეიძლება სახელმწიფო ისე ვიყო, რა ვიცი, იქნებ ტაჯიკეთსნაირი. არავინ არ გვაძლევს რომ არ ვიყოთ ტაჯიკეთი. საუბარი იმაზე არის, რომ ჩვენ გვინდა წარმატებულ კლუბში ყოფნა. ხო, და თუ ბოლოს ამაზე მინდა რომ დავასრულო, თუ ამერიკა გაგვიცრუა იმედები ამ ეტაპზე მაინც, ხო, სანამ ტრამპი არის, ევროპას და ევროკავშირს რამდენად აქვს შანსი და საშუალება პირველ რიგში რომ გაუწიოს რუსეთის წინააღმდეგობა. პირველ რიგში უკრაინაში და მერე ჩვენთან. აი ხა ტრამპ გამოვიდა, მაკრონი და თქვა რომ აი მე ვთავაზობ ჩემს რაღაც ბირთვულ ქოლგას ევროკავშირს, მაგრამ ეხა საფრანგეთის ბირთვული ქობინების რაოდენობა არ ვიცი, მე მგონი 10 ჯერ ნაკლებია ვიდრე რუსეთის, ხო? შესაბამისად, აი რამდენად აქვს საშუალება ამაზეც რომ ვისაუბროთ ევროკავშირს, რომ ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს ამერიკის გარეშე. ესე იგი ჩვენ უნდა შევხედოთ რესურსებს. ხო, ომი რესურსების გარეშე არ ხდება. ევროკავშირში უმრავლესობა სახელმწიფოებისა, დიდი სახელმწიფოებისა არის რუსეთზე მდიდარი. ბრიტანეთის ეკონომიკა არის ორჯერ უფრო დიდი ვიდრე რუსეთის ეკონომიკა, საფრანგეთის ეკონომიკა უფრო დიდია, გერმანიის ეკონომიკა უფრო დიდია, იტალიის ეკონომიკა უფრო დიდია ვიდრე რუსეთის ეკონომიკა. ანუ ცალ-ცალკე აღებული სახელმწიფოების კი. და ერთიანობაში ევროკავშირი მოსახლეობითაც, ეკონომიკითაც არის ბევრად უფრო დიდი. ხო, ეს გავიხსენოთ ის ცნობილი ხუმრობა, რომ 500 მილიონიანი ევროპა თხოვს 300 მილიონიან ამერიკას დაიცვა 140 მილიონიანი რუსეთისგანო, რომელიც ვერ უგებს 40 მილიონიან უკრაინას. ეს დრო საინტერესოა. კი ბატონო, ასე არის. ანუ აქ რატო გაჩნდა ეგ ხუმრობა? იმიტომ რომ ევროპაში არის პოსტსიომის ინერცია, ანუ დეფიციტი არის მოსახლეობაში განწყობის და ნების, რომ
ანუ სამხედრო ხარჯები გვჭირდება თუ არა და სამხედრო ხარჯები ციდან ხო არ ჩამოვარდება რაღაცას უნდა მოაკლო ეს ხო რაღაცა სოციალურ სფეროს ჯანდაცვის სფეროს რაღაცებს მაგალითად საფრანგეთში რო ჩადიან ქართველები და მიუხედავად იმისა რომ საფრანგეთის მოქალაქეები არ არიან თუ რამე ჭირს უფასოდ კურნალობენ და ბევრმა ისარგებლა ამით ახლა მაგა გარბიან საფრანგეთში ვისაც კიბო აქვს რაღაცა აქვს ბავშვი ავატყავს მიდის ჩაბარდება და უფასოდ რა ვიცი რამდენიმე 100,000 ევროს კურნალობას უტარებენ ფრანგები ეს იმიტომ რომ მათი ძირითადი ხარჯი მიდის სოციალური მიმართულებით და არა სამხედრო კომბინების შექმნაზე და ამის შეცვლა რამდენად შესაძლებელია ანუ ევროპის პოლიტიკური ლიდერშიპი აშკარად ხვდება რომ უკრაინა არ არის ბოლო დანიშნულების წერტილი რუსეთისთვის ამიტომ ცდილობენ ამ საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინონ ხო იგივე ვთქვათ მერცი ქრისტიან-დემოკრატები იგივე მაკრონი და ჩვენ ხედავთ რომ ეხლა იყო გამოკითხვის შედეგები საფრანგეთში ამ კოლგის საერთობილთული კოლგის შექმნის იდეას ფრანგული ლიდერშიპით ემხრობა 64% დაახლოებით 60% არის გაწევის მომხრეს, გაწევის აღდგენის მომხრე. გერმანიაში თუ არ 57% არის გაწევის აღდგენის მომხრე. გერმანიაში საუბარი დაიწყო საკუთარი ბირთვული არსენალის შექმნაზე. პოლონეთში დაიწყო ამაზე საუბარი. პოლონეთმა მშპ-ს წილ მთლიანში და პროდუქტის წილ საკუთარი სამხედრო ხარჯები გაზარდა 4.7%-მდე და გუშინ დონალდ ტუსკმა თქვა რომ პოლონეთის არმია 200,000-დან მუდმივი არმია 200,000-დან უნდა გაიზარდოს 500,000-მდე და ასევე ბირთვული პოტენციალი უნდა განავითაროს. ამიტომ ეს რაღაც მოძრაობა სერიოზულად დაიწყო მაგრამ ეს არ არის რაღაცა სამხედრო გაძლიერება არ არის პროდუქტი რომელსაც შეხვალ და პურთან ერთად მაღაზიაში იყიდიან ამაზონიდან გამოიწერ ხო ამას სჭირდება წლები დროს სჭირდება ამას და შემდეგ თუ ეს ცენტრი შეიქმნა ევროპული ასე რომ ვთქვათ შიდა ავტონომია უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებში ამაზე მიბმა იქნება საშურის საქმე. ანუ ეს ამას რამდენი წელი დასჭირდება ზუსტად ვერ ვიტყვით, მინიმუმ 3 წელიო ამბობენ შეიძლება მეტი. ხო, მაგრამ მანამდე უკრაინას ამდენი დრო არ აქვს. ჩვენ და უკრაინას ამისთვის დრო არ აქვს. თუ ვიცოცხლეთ მანამდე პროცედურად თუ გადარჩა საქართველოში დემოკრატია რამე ფორმით შეიძლება ვიბრძოლოთ რომ აი ამ უსაფრთხოების კოლგას მივებათ, შევეხიდოთ, შეგვეხიდონ და ასე შემდეგ, ნუ ჯერჯერობით მომავალი ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ ერთი რაღაცაც უნდა ითქვას მე რა, რომ ახლა მიუხედავად ტრამპის ძალიან დიდი სურვილისა, რომ შეწყდეს ომი, თუნდაც ნებისმიერ ფასად, წარმატების ძალიან დიდი შანსი არ აქვს. ამიტომ კაცმა არ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში აი ამ წლის განმავლობაში და საერთოდ რა პროცესებში მოუწევს დასავლეთ ჩართვა და ჩაბმა. დიახ, ჯერ კიდევ ბევრი რამ ბუნდოვანია. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა.